რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლობაში გადაცემდა. 80-იან წლების ბოლოსა და 90-იანებში ორი ყველაზე პოპულარული სიტყვა იყო: მონანიება და ლუსტრაცია. ბუნებრივია, რომ ასე ხდებოდა. საზოგადოება ემზადებოდა საკუთარი თავის გასაცნობად. ახალი ცხოვრების დასაწყება და ხვდებოდა, რომ წარსული დოლაბის ქვებივით ქონდა ფეხებზე გამობმული და ეს ქვები უნდა მოეცელებინა. დღეს ვაშა გადაცემის სპეციალურ გამოშვებაში. არ შემდგარი ლუსტრაციის ავანჩავანი, სპეციალურ სტუმართან ერთად. კგბ-ზეგან გათავისუფლება მარტივი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ახალ ცხოვრებაში ხალხის შეყვანის მისიაც იმავე კგბ მითავა. რამდენად მოახერხა და სად შეგვიყვანა, კი ხედავთ გარშემო. და რას დრო გადის, უფრო და უფრო ნათლად ჩანს რა არის საბოლოო მიზანი. ეს ჩანს მაგალითებით. რუსეთით, რომელსაც დეკლარირებული კგბ-შნიკები მართავენ და ამით ძალიან ამაყობენ. მოდი, მოკლედ მოусმინოთ კაცს, რომელიც სისტემას ჩემსა და თქვენზე ბევრად უკეთ იცნობს. შიგნიდან იცნობს, გენერალი კალუგინი. Я, во-первых, знаком со всеми патриархами. ომის შემდგომ ყველა პატრიარქს ვიცნობდი. პიმენს, ალექსის, კირილეს. ეს ჩემი ყოფილი მეგობრები არიან, მაგრამ პროფესიულად მათთან არ მიმუშავია. ერთხელ საჯაროდ თქვი, რას ელოდებით პატრიარქისგან ორგანოებთან თანამშრომლობს მეთქი. მეორე დღეს მირეკავს ალექსი მეორე. იქნებ ჩემთან სახლში მოხვიდეო. მივედი. იმტანს დაუძახა, ვისადილო და რაღაცას მოგიყვებიო, ახალგაზრდა ხარო. აი, შენ საჯაროდ მიწოდე კგბ-ს აგენტი, მაგრამ ისტორია არ იციო. საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მღვდელმსახურთა 1/13 ემიგრაციაში წავიდა. მეორე 13 წავიდა საკონცენტრაციო ბანაკებში ან დახვრიტეს. დარჩენილი 13 კი შეეგუა, რომ გადაერჩინა სარწმუნოება. მათ შორის მეცო. ჩვენ გადავარჩინეთ მართლმადიდებლობა თქვენს ორგანოებთან თანამშრომლობით, უზენაესი მიზნებისთვის. კირილეს, ასევე ჩემს ყოფილ მეგობარს, ახალგაზრდობიდან ვიცნობ. სასულიერო აკადემიას რომ ამთავრებდა, მაშინ გავიცანი. კირილე ჩვენი ძველი მეგობარია, კგბ-ს. ძალიან განათლებულია სხვათა შორის. ყველანი განათლებულები არიან. კირილე მგონი 3 ენა იცის. რამე ხომ არ გეცნოთ? გეცნოთ. და ალბათ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რომელიც უნებურად გაგიჩნდათ. ჩვენთან რა არის ხვანაირად? ქვეყანაში, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავს აბსოლუტურად რუსულად. შეიძლება თუ არა რაიმე პრინციპულად განსხვავებული ხდებოდეს. ქვეყანაში, რომელმაც წაიკითხა სუსის ფაილები მაგალითად. გამოჟონული თუ გამოდებული. ხანდახან მართალი გითხრათ, ვნანობ კიდეც ნეტა საერთოდ არ გამეხსნა ის ფაილები და არ დამეწყო კითხვა, არ გამეგო ამდენი უბედურება. სწორედ სუსის ფაილებმა სასულიერო პირთა პირადი ცხოვრების გამომზეურებამ გამოაღვიძა ლუსტრაციის აუცილებლობის თემა ისევ. კერძოდ ქართულ ეკლესიაში. ეს თემა გასაგებია ბევრს აფრთხობს. თუმცა გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვინც ამაზე საუბარი გაბედა. დღეს ვაშა გადაცემის სტუმარია არქიმანდრიტი ილია ვაშაკიძე, ვისი კარიერაც საპატრიარქოში სწორედ ასეთ დაპირისპირება შეეწირა. მამა ილია, გამარჯობა. თქვენი ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს ნანახი, ბევრი მასალა მაქვს აკითხული. ძალიან ხშირად ახსენებთ სიტყვა ლუსტრაციას. ყველანი ვხედავთ რეალურად, რომ საქართველოს საპატრიარქოში პრობლემა დგას. როგორ გონიათ ეს ლუსტრაცია, შესაძლო ლუსტრაცია ამ პრობლემებს უშველის, რამეს გამოასწორებს? ლუსტრაცია ეკლესიის ორგანული პროცესია. არა მხოლოდ ქართულ ეკლესიას, საერთოდ ლუსტრაცია ყოველთვის საჭიროა, რა. რომ ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე პირველი იოანეს ეპისტოლის იოანეს სახარება მაქვს ხედველობაში ეპისტოლია გამოიკვლეთ სულნი არიან მრავალი წინასწარმეტყველი ნუ ენდობითო რა ამ სულებსო რა და ეს გამოკვლევა არის ზუსტად ლუსტრაცია და მოციქულთა პერიოდიდან ჭირდებოდა ლუსტრაცია თვითონ ჯერ ვიმჯეროთ სიტყვა ლუსტრაცია არის ლათინური სიტყვა და ლუჩედან მოდის რაღაცის ნათელ მოფენა და ამ ნათელ მოფენის ნათელყოფის ხარჯზე რაღაც თვით გაწმენდა ან გამოსწორება რა ვიცი რა მარტო რაღაც ლუსტრაცია გავაკეთოთ და ეს მტრობით არ უნდა იყოს გაკეთებული რა უნდა იყოს გაკეთებული ეკლესიის სასიკეთოდ და არანაირი პირადული და რაღაცები არ უნდა ერთვებოდეს და არ უნდა გქონდეს მიზნად გამოვიტანოთ შუქზე ვიღაცის მტრობით ან სიყვარულით უნდა გაკეთდეს ეს რადგან
როგორ წარმოგიდგენიათ მექანიზმი? აი, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს საპატრიარქოში? მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ძალიან ბევრ ქვეყნებში მოხდა ლუსტრაცია რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში, მაგრამ აქ უბრალოდ არ გვეყოფა დრო. უბრალოდ გავჩერდეთ ბულგარეთის მაგალითზე, იყო ასეთი მიტროპოლიტი იოსები, რაღაცა ეჭვი გაუჩნდა და აღმოჩნდა 2008 წელს აღმოჩნდა რომ 80-იანი წლებიდან უნებლიე ინფორმატორი ყოფილა ბულგარეთის სპეცსამსახურების, რომელიც მიბმული იყო კგბ-ზე. მივიდა და სხოვა ბულგარეთის სინოდს რომ გამიშვიდო მონასტერშიო რა არიგებისო ჩემი ეპისკოპოსობა. იმდენად დადებითი პიროვნება იყო რომ სინოდმაც უარი უთხრა ამ თხოვნაზე და მრევლმაც არა მეუფეო არ წახვიდე შევჭირდები. მოდი რეალისტები ვიყოთ. საბჭოთა დროინდელი იერარქი ქართულ ეკლესიაში არის 3 თუ 4. ყველა დანარჩენი უკვე მერე გახდა ეპისკოპოსი. შესაბამისად, თუ კი ქართული კგბ-ს არქივში რაიმე მოიძებნება მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანზე, 3-ზე თუ 4-ზე. დანარჩენების საბუთები ბუნებრივად არ იქნება. ამიტომ იძულებულები ვიქნებით, რომ დანარჩენებს უთხრათ, რომ აი თქვენ არ ყოფილხართ აგენტები, არც კგბ-ში, არც ფსბ-ში, იმიტომ რომ თქვენი საბუთები თბილისში არ არის. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? მინდა საბუთი აგერ სპირიდონ აბულაძე საბუთია უკვე ლუსტრირებულია რა. იოანე გამრეკვიძე გამოდის და ანტისემიტური განწყობა საქართველოში არასოდეს არ იყო. დავით აღმაშენებელი თუ ამაყობენ, დავით აღმაშენებელი ლოიალური იყო, კაცო, ყველა რელიგიის მიმართ. და არ დაგვიკარგია ქრისტიანობა ამით. არ მსიამოვნებს რომ საქართველოს საპატრიარქომ ასეთ დღეში ჩააგდო ქართული ეკლესია რა. არ მსიამოვნებს ნამდვილად მტკივნეულია ჩემთვის რა. აი ძალიან გულწრფელად მოვიდნენ ეკლესიაში იოანე გამრეკელი ვიდრე ეპისკოპოსი გახდებოდა ჩემი რექტორი იყო. გულწრფელად მოვიდნენ, ძალიან ბევრი მოვიდა გულწრფელად. აგერ მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი დიაკვნობაში მახსოვს გუგულივით კაცი იყო რა. ამ ეპისკოპოსობაში რას უშვებიან ასეც არ ვიცი, ვერ გავიგე რა. მოდი ახლა მოусმინოთ გორდონის ინტერვიუს გენერალ კალუგინთან, ოლეგ კალუგინთან, რომელიც ძალიან საინტერესო ამბებს იხსენებს საბჭოთა რეჟიმისა და საეკლესიო მოღვაწეების თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ. Сегодняшнее დღეს რუსეთი დგას სამ ბურჯზე. კგბ-ზე, რადგან პრეზიდენტის ჩვენიანია და ამბობენ ხელმძღვანელობის 70% იცო. რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე როგორც მის გაგრძელებაზე და შეგუებულ ბიზნესმენებზე. найти общий язык. ნებაყოფილობით რომ თანამშრომლობ, მან ისმის კითხვა მეუფეო ღმერთი გწა და მიპასუხოს მასეთმა ადამიანმა მაგაზე რა. ნებაყოფილობით რომ თანამშრომლობ, რა მორალზეა საუბარი? რა მორალურ ტვირთზე შეიძლება ისაუბრო მაგდროს? ხო და იქნებ იგივე პრობლემა დგას და იდგა ქართული ეკლესიის წარმომადგენლებთანაც. სხვა გზა ვერ იპოვნეს რწმენის და რელიგიის გადასარჩენად და წავიდნენ თანამშრომლობაზე. ხენაყოფითი ცნობაა. აი რა სპირიდონ აბულაძეს რაღა თუ და ლუსტრაცია რა. და რასაც რუსეთს უნდა აიქნა ჩვენთან ტანკით და ავტომატით კოვიდის პანდემიის დროს უნიღბობით გაუკეთა საქართველოს საპატრიარქომ ქართველ ხალხს. და არ მიყვარს უცენზურო სიტყვებით საუბარი, ეხლა უნანო, მაგრამ პიკს რომ მიაღწია ამ კოვიდის და მსხვერპლთა სიამ უცენზურო სიტყვებით ულანძღა ეპისკოპოსები. და დღესაც უნანობ იმას რა რომ შემეკავებინა თავი ჯობდა. რაც ავტომატით ვერ გვიქნა და ტანკით რუსეთმა საქართველოს საპატრიარქომ უნიღბობით გვიქნა რა.
კოვიდის დროს მეუფეებო არავის არ დუხართ თქვენ თქვენი დამსჯელობითი აი როგორც მსაჯული დამსჯელი არ მიუდგებოდი ამ საკითხს მასე. მოდით ვაღიაროთ რა, შიდა წრეში მაინც ვაღიაროთ რა და რაღაცა გამოვასწოროთ რა. თორე მოდი აქ უნდა გაგსაჯო და თავი უნდა მოგჭრა და მაშინ რითი განსხვავდები იმ რუსისგან და რომლის მიმართაც პრეტენზია გაქვს რა. ლუსტრაციის თემებზე მეც მიმუშავია როგორც ჟურნალისტ მართალია. რამდენიმე წლის წინ ლატვიაში გაიხსნა კგბ-ს არქივები და ამოვიდა ბევრი საინტერესო საბუთი, მათ შორის ერთი ამოვიდა პირადი ბარათი აქაური თუ არ მეშლება კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის სახელზე. და რომ ჩაეძინა ჩაპნენ მე ამ საკითხს აღმოჩნდა რომ იგი სთხოვდა კგბ-ს დახმარებას მანქანის სყიდვაში, მანქანის შეძენაში ეკლესიის სახელზე. ვოლგა უნდოდა, იმიტომ რომ ვოლგა მოგიხსენებათ დიდი მანქანა იყო, ტევადი იყო ყველა საბჭოთა მანქანებთან შედარებით და ვოლგას ითხოვდა იმისთვის რომ მონასტრები და ეკლესიები მოემარაგებინა. ეს ვოლგა რეალურად მისცეს, ალბათ კგბ-ს დახმარებით, მაგრამ თვითონში გარჩამჯდარა, განსხვავებით ზოგიერთებისგან, ახლა ლენდკრუიზერებისგან და პრადოებისგან და შავი ჯიპებისგან განსხვავებით, თვითონ ამ მანქანაში არ ჩამჯდარა. უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი იხსენებს, რომელიც საბჭოთა დროინდელი ეპისკოპოსია. ფილარეტი იხსენებს, ხშირად ამბობს ხოლმე, ბევრ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ყველა იერარქი, ყველა ეპისკოპოსი იძულებული იყო ეთანამშრომდა, თუნდაც იმიტომ, რომ მღვდლის კურთხევის უფლება არ ქონდა ეპისკოპოსს, თუ კი მას არ მისცემდა ნებართვას უშიშროება კგბ. მე 80-იან წლებში ეკლესიაში რომ მოვედი, მახსოვს ქართული სატრაპეზო სახარებები არ ქონდათ ეკლესიას. სლავო ძველ რუსულად მიდიოდა მსახურება, მაგრამ მაგალითად ბარბარეს ეკლესიაში, ძალიან ბევრ ეკლესიებში. 80-იან წლებში. არაფერი მთავარია სიყვარულით მიუდგეთ ამ ცნობილებაში მყოფ რუსეთუმეებს მოხდეს ლუსტრაცია. თქვენ წლების წინ გამოხვედით საპატრიარქოს მართვის სისტემის, დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ. და ამის გამო გაიყო თქვენი გზები, ასე ვთქვათ, საპატრიარქოსთან. რას თავაზობთ ალტერნატივას? რით შეიძლება ჩანაცვლდეს სინოდის დღევანდელი პრაქტიკა? და რატომ არის მაინც და მაინც ეს პრაქტიკა ცუდი, გარდა იმისა, რომ საქართველოს სინოდი 2 თუ 3 წელია უკვე არ შეკრებილა. ეგ საკათალიკოსო საბჭო ფუნქციონირებდა წმინდა პატრიარქ ამბროს ხელაიანს დროს. და იქ რო ჩაიკეტებიან სხადნიაკივით, ხო? და იქ ეპისკოპოსი თუ არ ახარ ვერ ესწრები სინოდის ხდომას, აი რა განსხვავებაა ეგ არის ხო კითხვის არსი. რუსული მართლობის ფორმა რუსეთში რაც მოქმედებს არის მონღოლურ რუსული და საქართველოს მონღოლურ რუსული როგორ უნდა იყოს მართლობის ფორმა. საკათალიკოსო საბჭო არის ისეთი მექანიზმი მართლობის ფორმისა, რომ თვითონ კათოლიკოს პატრიარქიც ამ საბჭოსთან შეთანხმების გარეშე პიროვნულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. შედიან მღვდლები, დიაკვნები, ერისკაცები და კანონით საკათოლიკოსო საბჭოში ქალბატონის შეიძლება ყოფილიყო რა, ან მონაზონი, ან ერის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. მაგრამ პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი რამე. წმინდა პატრიარქ ამბროს ხელაიას დროს ქალი არ ყოფილა საკათალიკოსო საბჭოში, მაგრამ ნებადართული იყო. ვიდრე რუსეთის ეკლესია არ ჩაერია საქართველოს ეკლესიის საქმეებში. მანამდე ძალიან კარგად მიდიოდა საქმეები. ამბროს ხელაია არ ყოფილა ამის ფუძემდებელი, ეს ასე მიღებულ იქნა და რეცეპცია გაიარა მე საქართველოს პირობებში რა ამ მართლობის ფორმა. ეს ადამიანები უნდა ავირჩიოთ როგორ წელიწადში უნდა იყოს სულ მცირე 2 ჯერ
საყოველთაო კრება. და ამ საყოველთაო კრებაზე რა გადაწყდება ხმის უმრავლესობით ის უნდა დადგინდეს, მერე უნდა დაკანონდეს და მარტო დაკანონება არ არის საკმარისი, პრაქტიკაში რეცეფცია უნდა გაიაროს ამ კანონმა რა. მხოლოდ ფორმას აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ერისკაცების ჩართვა რამე შეცვლის, მე მახსოვს კირილეს რომ ირჩევდნენ რუსეთის დღევანდელ პატრიარქს, სწორედ ასეთი დიდი კრება მოიწვიეს, მგონი 300 კაციანი, მათ შორის ერთი იყო კარგად მახსოვს ცირკის დირექტორიც, საიდანაც რომელიღაც რეგიონიდან. მაგრამ ყველა გადასარევად იცოდა ვინ უნდა აერჩიათ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა და საბოლოოდ აერჩიეს კიდევაც კირილე. ფორმის შეცვლა რამეს შინაარსობრივად შეცვლის? მეტი სიყვარული გამოიწვია ამ ადამიანის გულწრფელობამ და რატო გონიათ ქართველ ეპისკოპოსებს რომ ვიღაცა შეჭამს ან ქვებით ჩაქოლავს, არა, მეუფეებო, არანაირი პირადული, არანაირი ბოროტი განზრახვა თქვენს მიმართ არ მაკავშირებს მე რა, არანაირად მიყვარხართ და მინდა რომ პატივს გცემდეთ, მაგრამ მიზეზს ვერ უპოულობ. ქართველ ეპისკოპოსს რის გამოვცე პატივი კაცო, რომ მესლა პაჩიტაიმა ესე ვთქვა, მათ მშობლიურ ენაზე ვიტყვი რა. ტიხონის სახელობის უნივერსიტეტში გარბიან ზაგორსკში, რომ აკადემიური ხარისხები დაიცვან და ბოგანოებად და უწიგნურებად უარ გამოჩნდნენ ხალხში რა. ტიხონი ვინ იყო? ტიხონის პატრიარქობის დროს ხდებოდა საქართველოს სულიერი ოკუპაცია. ეგზარქოსებს საქართველოში ნიშნავდა პატრიარქი ტიხონი. აი სად არის ლოგიკა? ეხლა ვიღაც იოსებ ლიხტენშტამი ებრაელი რომ წავიდეს პალესტინაში და პალესტინის იასერ არაფატის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიური ხარისხი დაიცვას. აი პარადოქსი არ არის, რამდენადაც პარადოქსალური არ უნდა იყოს. საქართველოს ავტოკეფალიას მტრობდა ტიხონი. რატომღაც ისტორიულად, ქრონოლოგიურად, ისტორიოგრაფიულად და რომ იმჯეროთ ტიხონის რუსეთში ტიხონის პატრიარქობას დაემთხვა წმინდა კირიონ მეორე საძაგლიშვილის მკვლელობა მარტყოფის მონასტერში და ამბროს ხელაიას, წმინდა პატრიარქ ამბროს ხელაიას ტყვეობა. შემთხვევითობა და შემთხვევით იყო ეგზარქოსად ვარლამერის თავი, ვინ დანიშნა. 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ამ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ამ პარლამენტმა შექმნა კომისია, რომელშიც გლები აკუნინი, მღვდელი გლები აკუნინი და ლევ პანამაროვი შედიოდნენ, უფლებადამცველი. და ამ კომისიამ ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ კგბ-ს არქივებში ემუშაოთ, განსაკუთრებით აქცენტი ჰქონდათ მოსკოვის საპატრიარქოსსა და კგბ-ს ურთიერთობაზე. და იქ ძალიან ბევრი საინტერესო დოკუმენტი ამოვიდა, მათ შორის მართალია ერთი თვე იმუშავეს სულ, იმიტომ რომ მე რუსეთის პატრიარქის როგორც გლები აკუნინი იძახდა რუსეთის პატრიარქის თხოვნით გამოაგდეს ისინი ამ არქივიდან, მაგრამ იმ ერთ თვის განმავლობაში ბევრი საინტერესო აღმოაჩინეს. მათ შორის აი თვითონ ამ პატრიარქ კირილ ალექსიზე ბუდიში მაშინდელ პატრიარქზე, რომელსაც მე გლები აკუნინა პირდაპირ მისწერა, რომ ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტები დამადასტურებელი, რომ თქვენ ხართ აი ის აგენტი, რომელსაც კგბ იხსენიებს როგორც აგენტი დრაზდოვ. მოგეხსენებათ მეტსახელებს ანიჭებდნენ თავიანთ აგენტებს. ამ საბუთებში მათ შორის არის აი 82 წლის სტატისტიკა. კგბ სტატისტიკა. 1982 წელს ჩატარებულია 1809 შეხვედრა, მიღებულია 704 შეტყობინება აგენტების. ხელსაწერს პოლკოვნიკი რომანოვი. ეს არის კგბ-ს მეხუთე სამმართველოს პოლკოვნიკი. და აქვე არის მითითებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც უშროება მიაღწია. რუსეთის საპატრიარქოს აგენტურის მეთაურობით ქართული და სომხური ეკლესიები მტკიცედ ინარჩუნებენ ლოიალობას საბჭოთა სახელმწიფოს მშვიდობიანი პოლიტიკის მხარდაჭერას. ეს არის 1982 წელი. ამაზე მოწმობს ედუარდ შევარდნაძის განცხადებაც რა, რომ თუ გახსოვთ თქვა რომ დავნიშნეო რა კარგი პერსპექტიული ახალგაზრდა იყო და როგორც რაიკომის მდივნებს ნიშნავდითო, ისე უნდა დანიშნულიყო პატრიარქიცო რა და დავნიშნეო და საპატრიარქოდან ამას
ოპონენტი არ გამოჩენია, ჩვენ გაჩვენდნენ რა. ილია მეორე დავნიშნე მეო. ეგ საინტერესო ამბავი გაიხსენეთ. მოდი მაყურებელსაც გავახსენოთ. გურული ნაპერწკალი რო უდგება შევარდნათ სიმამბების გახსენებისას. მე ყველაზე უფრო საინტერესოდ მიმაჩნია თვით ილია მეორის პატრიარქად უშთხევადობა. კომუნისტურ რეჟიმში არა მარტო რაიკომის დირექტორს და ცენტრალური კომიტეტის დირექტორს ამტკიცებდა ფაქტია, არამედ პატრიარქებს. საბჭოთა სტრუქტურების არ გავშიფრა, რომ სტრუქტურები ალაპარაკე, სრული ასეთი იყო, რომ საქართველოში ძლიერი კათოლიკოსი არ უნდა ყოფილიყო. მაშინ ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ რაც ჩემზე იყო, მე ყველაფერი დავაკეთე იმისათვის, რომ პატრიარქი გამხდარიყო ახალგაზრდა კაცი, განათლებული და თავის ხალხზე თავდაიწყებამდე შეყვარებული. და იქნებ ახლა გამოსწორდა რუსეთის საპატრიარქო. იქნებ თვითონ აღარ განცდის KGB-ს თუ FSB-ს გავლენას და არ ჩვენ გვაიძულებს არაფრისთვის. რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იმყოფება პარასინაგოგალურ მდგომარეობაში. პარასინაგოგა არის არასრულყოფილი შეკრება. და არ შეიძლება საეკლესიო სამართლებრივად პარასინაგოგა დასაგმობია. და აქ ერთი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო კიდე, რომ რუმინეთის საპატრიარქომ იერუსალიმში, იერუსალიმის პატრიარქის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე გააჩაღა მშენებლობა. და არ გაჩერდნენ რუმინელები, ვიდრე იერუსალიმის პატრიარქმა ევქარისტიულ კავშირი არ გაწყვიტა რუმინეთთან. არ არის ეს მაგალითი რაღაცის მთქმელი? მთელი 20%, 20 და 22% არის საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული და კიდე მიდიმოდიან აქეთი ჯავახებს აქვს ნათქვამი, ჯავახები ძალიან ბრძენი და დინჯი ხალხია. დინჯი ქალაქს მიდიოდა რა მიხონდა რა მოხონდა. ან რა მიაქვს მოსკოვში, ან რა მოაქვს იქიდან. ნუ მაგაზე ახლა რა ვიცი, ილუსტრაციის შემდეგ უნდა ვისაუბრო. აგა სპირიდონ აბულაძე, დიდი რუსეთი, ვილიკაია რუს, მალაე რუს, ბელარუს და ისეთი პათოსით ხანაგებს ამ რუსეთს, ისეთ კულტივირებს ამ რუსულ იდეას, რომ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ რუსია любимая моя, родные березки до поля, ასეულდა დაემთავრებინა ეს ხანაგება რა. თვით ლუციფერის ვერ მოერევაო რუსეთს. მათი გავლენის ქვეშ არ ვიყოთ, არ არის რუსეთის საპატრიარქო თვითონ პრობლემებშია რა. და აი რატო უნდა ვიყო რუსეთს აქეთ უნდა კონსულტირებდნენ ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსთან ანდრია პირველწოდებულ სიმეონ კანონელს და მათაც აქვს რაკადაგები საქართველოში. ანდრია პირველწოდებული საქართველოში რომ შემოვიდა, მაშინ სლავური ტომები ჩანასახშიც არის. აქეთ უნდა მასწავლოს იმან რა ქვია მონღოლური მენტალიტეტით განვითარებულმა ვითომ მართლმადებლობა რა საბოლოო ამოცანა შეიძლება რა საბოლოო მიზანი შეიძლება კონდეს რუსეთის საპატრიარქოს საქართველოში გავლენის და კონტროლის დღევანდელი დონე რაც აქვს ამის შენარჩუნება თუ მაინც უნდა აი მე-19 საუკუნეში როგორც დაადგა ანჩისხაც ხალხის თავები იმავეს გამეორება უნდა თავისი ფრესკების გადათეთრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რუსეთის საპატრიარქოს მიზანი არასოდეს არ ყოფილა მისია ევანგელიზაცია. რუსეთის საპატრიარქოს მიზანი ყოველთვის იყო უცხო ტომების ინკულტურაცია. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება ვთქვათ მოციქულთა სწორ
წმინდა ნიკოლაი კასაკი ნიკოლაი იაპონსკი იაპონიის ჯარს იაპონიის ომის დროს იაპონიის ჯარი აზიარა და აკურთხა ებრძოლეთო თქვენი ერის მტერსო აი გარი ჭეშმარიტი მთავრობა და მხედრობა რუსეთის იმპერიალისტურ ჭაობში არ შეტოპა ამ კაცმა და თავისი მრევლის ღირსებაც დაიცვა აი რომელი ისტორიკოსი მეტყვის რომ ეგზარქოსები საქართველოში ვინც კი იყვნენ რუსეთის პატრიარქ ტიხონის ლოცვა კურთხევის გარეშე მოდიოდნენ აქ რა პატრიარქს არ უთანხმებდნენ და მორბოდნენ ეგზარქოსები ფაქტია რომ საქართველოში ყველა გამოკითხვით საპატრიარქოს მიმართ ნდობა აღემატება ნდობას ნებისმიერი ინსტიტუციის მიმართ და პატრიარქის მიმართ პირადი ნდობა კიდევ უფრო მაღლაა, გაცილებით უფრო მაღლა ვიდრე საპატრიარქოსის. ეს ზოგადად არც თუ ჯანმრთელ მოვლენად მიმაჩნია, მაგრამ ასეა ფაქტია, სტატისტიკა ამას გვეუბნება. მთელი უბედურება იმაშია, რომ აი ოფიციალურად რომ 85%-იანი ხარდაჭერა აქვს საქართველოს საპატრიარქოს. ბიჭო, აქედან აჭარელი ქართველები ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები, თანამოძმეები, აგერ ქართველი პროტესტანტები, როგორ აქვს 85% მხარდაჭერა, როცა 25% არამართლმადიდებელი ცხოვრობდა, იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები, კაცო არამართლმადიდებლები. აი როგორ არის 85%-იანი მხარდაჭერა, მთელი უბედურება ეგ არის, რომ ოპონენტი არავინ არ აქვს. ამბიონიდან ის ქიფურიშვილია თუ რაღაცა დეკანოზიროა. რა ქვია აღარ მახსოვს. თუ ქართველი ხარ და სამშობლო გიყვარს, უნდა იძალადო ოჯახის საჯაროდ ამას. როგორ შეიძლება ძალადობამ რამე სიკეთე მოიტანოს? აი ბედურება ის არის რომ ქალბატონმა ჩანთა კერძზე დაიკიდოს ზურგზე მოიკიდოს ამბიონიდან სხვა რამე აღარ გექნება საქადაგებელი აი ეგ არის მთელი პრობლემა პატრიარქის პიროვნების მითოლოგიზება სულ ზემოდან არის სანქცირებული ერი რომ ბელად სიტყვის გასაგებია ერის ჩამოუყალიბებლობის ერად ჩამოუყალიბებლობის პრობლემაა მაგრამ ამ სურვილს რისთვის იყენებენ რის მიღწევა სურთ საბოლოო ჯამში არიან ჯგუფები რომლებიც ამბობენ რომ ქრისტე ქართველი აი რაღაც ის ხშირად ვახსენებ ხოლმე პოლონელი დრამატურგი ასე სლავომირ მროჟეკი 2013-ში გარდაიცვალა ეს კაცი რა ვატკრიტა მორე აქვს ასეთი პიესა და იქ ერთი ფრაზა არის რა შეუძლებელია ჩვენ ვაწარმოოთ დისპუტიო იმიტომ რომ თქვენ галлюცინაციები გაქვთ რა ერთი პერსონაჟი ეუბნება მეორეს აი კაცი რომ იტყვის რომ ქრისტე ქართველი იყო აი мама ალექსანდრე ბოლქვაძე ავიღოთ ქვედა ბეთლემში იმდენი იბოდიალა იმდენი ილაპარაკა რომ დავით მეფსალმუნის შთამომავალია ჩვენი პატრიარქი ილია მეორე აი რაღაც არგუმენტებს ეძებდა ქეკავდა ეხლა ცოტა უტრირებ რა კინაღამ იქამდე მივიდა რომ იესო ქრისტეო კინაღამ პატრიარქის შვილად გამოიყვანა რა აი გარი ეთნოგენურობა ქრისტიანობის დამახინჯება არის 1872 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე მიღებული იქნა ფილეტიზმი როგორც ერესი და სოფლიოს აღმოსავლეთის ყველა პატრიარქმა დაუჭირა მხარი ამას ეთნოგენურობა
ფოლკლორზე დაფუძნებული ქრისტიანობა. როგორია ეხლა რომ ამხელა ორფუთიანი მიტრა ადგა თავზე ალექსანდრე ბოლქვაძეს დეკანოზია კაცი და დავით წინასწარმეტყველი შვილთა შვილია ჩვენი პატრიარქიო ამხელა საიდუმლო არის კერძო შემთხვევამაც ბევრი რამ შეიძლება გვითხრას ამას წინათ სოფი ლორენის ვაჟმა დაიწერა ჯვარი ქართულ გოგონაზე და მე აღმოაჩინე რომ თურმე ამისთვის მოუნათლავთ მართლმადიდებლად გადაუნათლავთ ანუ რამდენადაც მე ვიცი გადანათვლა როგორც ასეთი სხვა ეკლესიებში არ ხდება და მარტო ქართველი მართლმადიდებლები მიიჩნევენ არა მართლმადიდებლად მონათლულ ადამიანს არა ქრისტიანად გადანათვლა არის არასწორი ახლა აქ მთელი კათოლიკე რომი და კონსტანტინოპოლი ერთი ფუძე ერთი გვაქვს რა ახლა რომის პაპმა რო თქვას რომ მინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გავხდე საეკლესიო სამართლებრივად ის ეპისკოპოსის ხარისხში უნდა მიიღო და მოდის კაცი და მინდა შენი ეკლესიის წევრი ვიყო და მონათლული ვარ რა ადრე ახლა ეგეც რუსების შემოგდებული ამბავია რომ იყო კათოლიკე ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესია მაგრამ რუსებმა ეკლესია სიტყვა ეკლესია ჩაანაცვლეს სარწმუნოები ფაქტობრივი სხვაობა აი რწმენის საფუძვლებსა და ქრისტიანობასთან მიდგომაში სხვაობა არ არის კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის არის აღმოსავლეთის ეკლესია არის დასავლეთის ეკლესია წამში შეცდომი ამბობ აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსაწევებლად ცოდვათ ჩვენ უნდა ორიენტირდეთ იმაზე რა გვაერთიანებს და არა რა გვაშორებს რა გვაშორებს აი რუსული ნარატივია ეგეც რა ჩვენ წითელი ის რო გაცვია ხალათი ჩემთვის მიუღებელი ხარ რა განსხვავებული დევნა მაშინ გემოთ მოყარეობა არის მომაკვდინებელი ცოდვა და დავერიოთ ეხლა ღიპიანებს სადაც დავინახავთ შევყაროთ კამერებში რა დავაპატიმროთ იმიტომ რომ ღიპიანია რაღან ღიპიანია გემოთ მოყარია და აბსურდის არა ქვია ასე მსახიობობას ცოდვა მაკიაჟის გაკეთებაც და უამრავი სხვა რამ ხო ჯულის კანონში ეგეც წერია რომ მსახიობობაც ცოდვაა და მემიკიტნეობაც ცოდვაა ხო აი როგორ არის ძიძა როდის როგორ ჭირდება რა თუნდაც ადგებიან ამ ჯულის კანონს ჩაგარტყავენ თავში და თუ არ ჭირდება და ჯულის კანონს გათერავენ რომ თვალსაც არ დაახამხამოთ მამაილია თქვენ ბევრი წელია უკვე ლაპარაკობთ საპატრიარქოში და საპატრიარქოს გარშემო არსებულ ძალიან ბევრ პრობლემაზე მაგრამ სხვა მრაკნას აი იმან ვინც მრევლის წევრად თulis თავს ისის წავიდეს ეს არის გამოსავალი პეტრე და პავლე მოციქულის განწესებებში არის მე-9 მეათე განწესება არის როცა უჯულეებიო დაიპყრობენო დაიმკვიდრებენო ეკლესიასო დაჯექის ჯობია სახლში იყო რა და მეათე განწესება არის ქრისტეს სიტყვებია მოყვანილი რომ სადაც 2 და 3 შეიკრებება სახელით და ჩემითა გულვარ მეც მათ შორის თქვენ შორის ვიქნები ეკლესია არ არის არქიტექტურა რა ეკლესია არის საკრებულო ეჭვი მაქვს რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს უდგას თან უნდა რომ ეკლესიის ნაწილი იყოს მრევლის წევრი იყოს თან აღსარება უნდა ზიარება უნდა მაგრამ თან ხედავს რომ მისი მოძღვარი მის სულიერ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს ძალიან კარგი ძალიან საინტერესო რამე თქვით ეხლა ბატონო თენგის კი გამოიკულიეთ სულნიო პირველი იოანე ეპისტოლეშია რა
შენ უნდა აირჩიო მოძღვარი და არ მივალ იმ მოძღვართან მივალ რომელიც ჩემ სულთან ახლოს არის რა და მთავარი პრობლემა არის გნოსეომაქია კიდე რა ცოდნას ებრძვიან და ძალიან ძნელია ერისკაცისთვის ინტელექტუალურად და წიგნიერად თავისზე დაბალი დონის მოძღვარი რომ ყავს რა და განათლებული ადამიანი და მოძღვარი რაღაც სულელებს ელაპარაკება მოდის მე იმისგან რა დიდი მადლობა მამა ილიამ საუბრისთვის დიდი მადლობა და უკეთეს იმედად გემშვიდობებით ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის პრობლემებს რომ ირეკლავს აი ძალიან დიპლომატიურად თქვი ეს ახლა და ისევ დიპლომატიურად ვაგზელებ თითქოს კითხვას სვამ ხომ არ აჩენს ეს ეჭვს რომ ორივეგან ხელმძღვანელობაში კგბ-სთან თუ ფსბ-სთან დაკავშირებული კადრები არიან მე არაფერს ვამტკიცებ და ღიად ვაცხადებ რომ ყველა მსგავსება შეიძლება შემთხვევითი იყოს მაგრამ გაგაცნობთ ერთ მოხსენებით ბარათს რომელსაც უკვე ნახსენები გლებ იაკუნინისა და ლევ პონომარიოვის კომისიამ მიაკვლია საბჭოთა კგბ-ს არქივში. იაკუნინ პონომარიოვის კომისიის მასალებიდან. კგბ-ს ანგარიშების ამონაწერი. ვანკუვერში, კანადა, სოფლიოს ეკლესიათა საბჭოს მე-6 გენერალურ ასამბლეაზე საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში გაიგზავნა კგბ-ს 47 აგენტი, რელიგიური ავტორიტეტების, სასულიერო პირებისა და ტექნიკური პერსონალის სახით. მხოლოდ ფაქტებს გატყობინებთ. მე-6 გენასამბლეა ჩატარდა 1993 წელს. 1978-დან 93-მდე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანათავმჯდომარე ილია მეორე იყო და აგერ საბჭოთა დელეგაციის ფოტო. კომენტარს არ ვაკეთებ, თქვენი ფიქრით. სამაგეროთ აგერ კომენტარს აკეთებს ერთი ჩვენი მეზობელი, გაცილებით უფრო ახალ ამბავზე. ნამდვილად უნდა ჩატარდეს საგანგებო არჩევნები, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევნები. უკვე რამდენიმე წელია კონფლიქტია სომხურ საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. მაგრამ ბოლო დროს ძალიან დაიძაბა ეს ამბავი. ციხეჟიზის ორი ეპისკოპოსი, რომელთაც გადატრიალებას ედავებიან, გადატრიალების თავკაცობას. და პაშინიანი აკეთებს ყველაფერს, რომ მათ თუ ვერ მიუსვამს, საკათოლიკოსო ტახტიდან მაინც გადასვას გარეგინ მეორე, რომელსაც აბრალებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას და უამრავ სხვა ცოდვას. იმ ვორპეს არ მინდა დავიჯერო, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ბაგეთაგან შეიძლება ისმოდეს რამე სიმართლის გარდა. თვითონ გარეგინ მეორე მახსნას დაარღვია თუ არა დაუქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა შვილი. ჩვენ მრევლს გვაქვს სიმართლის მოსმენის უფლება. ძიმი ამბავია, უმძიმესი ბრალდებები და ვინ გამოუჩნდა დამცველი გარეგინ მეორეს? თავდასხმა სომხეთის 1000-ლოვან სამოციქულო ეკლესიაზე ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების საყრდენი. ძალიან არ გვინდა რომ ამ ეკლესიას გაუმართლებლად ესხმოდნენ თავს. ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე. რა წარმოშობისაც უნდა იყოს ლავროვი, ამას ახლა ისევე აღელვებს სომხეთის ეკლესიის სახარებისეული საკითხები, როგორც თქვენ გაღელვებთ შაოლინის ბერების რწმენის სიღრმე. ამას და ამისთან ეს ცოტა მეტი ტვინი რო ქონდეთ, ასე დროს სულ უნდა გაჩვენდნენ. თორემ ძალიან უჩანთ კუდიც, ფეხიცა და სხვა ყველაფერიც. ყველაზე მნიშვნელოვანი გაცხადდა. კტრიჩ ნერსისიანს, ანუ გარეგინ მეორესა და სხვებს არანაირი კავშირი არ აქვთ ქრისტესთან. ქრისტეს სახლი ანტიქრისტეს უჭირავს, ანტიერონულ, ანტისახელისუფლო ჯგუფს. ის უნდა გათავისუფლდეს, გათავისუფლება სათავეში მე ჩავუდგები. რთული ბრძოლა ელის პაშინიანს. მე კი ეჯმეა წინდან ისევ საქართველოში დაგაბრუნებთ. თუ აშკარად ხედავთ, რომ სომხურ ეკლესიაში კგბ, ფსბ დღესაც აქტიურად აფათურებს ხელს, შეგვიძლია თუ არა გულდამშვიდებულები ვიყოთ, რომ მაინც და მაინც საქართველოს ეკლესიის საქმეებში არ ერევა. არ ჩარეულა და აღარასდროს ჩაერევა. ეგ კითხვაც დაუსვით საკუთარ თავს და საკუთარ თავს უპასუხეთ. მე კი გემშვიდობებით ვაშა გადაცემით. უყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ში, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.